ლამინე იამალი ბოლო თვეებში მართლაც გახდა აქტიური განხილვის საგანი. ფეხბურთელი, რომელიც სულ რაღაც 1 წლის წინ ბარსელონას და ესპანეთის ფეხბურთის მომავლის უდიდეს იმედად ითვლებოდა, ახლა კრიტიკის ქარცეცხლშია. გთავაზობთ სხვადასხვა ფაქტებს და ბოლოდროინდელ მოვლენებს, სკანდალებსა და იმ ფაქტორებს, რომლებმაც იამალის როგორც ოქროს ბიჭის იმიჯი სერიოზულად შეარყია. ოქროს ბიჭის დაცემა. ლამინე იამალი სკანდალების ეპიცენტრში. ის სცენაზე ქარიშხალივით შემოიჯრა. 16 წლის ასაკში ბარსელონას ძირითაბში ადგილი დაიმკვიდრა, ეროვნული ნაკრების რეკორდები დაამხო და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა. ლამინე იამალს საფეხბურთო სამყარო მომავალ მესიდ მოიხსენიებდა. ბარსელონამ კი მას სიმბოლური 10 ნუმრიანი მაისური გადასცა. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, თავბრუდამხვევ წარმატებას, დიდ ფულს და 18 წლის ასაკში მიღწეულ ვარსკვლავურ სტატუსს ბნელი მხარეც აღმოაჩნდა. 2024-25 წლებში ვიხილეთ იამალის პრაიმ ვერსია. ბარსას კომაგებს გაუჩნდათ იმედი, რომ 17 წლის ბიჭი ამ გუნდს პირადად დაუბრუნებდა ძველ დიდებას. მართლაც ყველაფერი ასე მიდიოდა. ლამინეს საოცარი ტექნიკის და ნიჭის პატრონი აღმოჩნდა. სეზონი დასრულდა იმ იმედით, რომ იამალი უფრო მოუმატებდა და ამ გუნდის გამჩერებელი ახარავინ იქნებოდა. 18 წლის იამალი მეორე ადგილზე გავიდა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე. ბოლო რამდენიმე თვეა იამალის სახელი სპორტული გამოცემების პირველი გვერდებიდან სკანდალურ ქრონიკებში გადავიდა. ფანების მიერ ნახსენები თეზისი თითქოს ფულმა შეცვალა და ფეხბურთს ნაკლებ დროს უთმობს, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. პირადი ცხოვრების ქარიშხალი, მილანი, მოდელი და ელ კლასიკოს ჩრდილი. ყველაზე ხმაურიანი და ახალი სკანდალი 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს ელ კლასიკოში რეალ მადრიდთან მტკივნეული მარცხის შემდეგ აგორდა. როგორც ესპანური და იტალიური მედია იტყობინებოდა, მატჩიდან სულ რაღაც 2 დღეში, მაშინ როცა გუნდი დამარცხებას განიცდიდა, იამალი მილანში გაფრინდა. გავრცელებული ინფორმაციით ის ესწრებოდა წვეულებას და ღამე იტალიელ მოდელთან და ინფლუენსერთან ანა ზეგნოსოსთან გაატარა. ეს ამბავი ორმაგად სკანდალური გახდა, რადგან ეს მოხდა პრინციპული მატჩის წაგებისთანავე, რამაც გულშემატკივრების და კლუბის ხელმძღვანელობის დიდი გაღიზიანება გამოიწვია. ასევე პირადი ურთიერთობა. ამ დრომდე იამალი ცნობილ არგენტინელ მომღერალს ნიკი ნიკოლს ხვდებოდა. მილანური ღამის ამბებმა მათ ურთიერთობაში ღალატის შესახებ ეჭვები გააჩინა. თავად იამალმა საჯაროდ უარყო ღალატის ფაქტი და განაცხადა, რომ ის და ნიკი ნიკოლი მილანის ინციდენტამდე დაშორდნენ. თუმცა ამ სკანდალმა მის რეპუტაციას უდიდესი ზიანი მიაყენა. ბარსელონას ხელმძღვანელობა, გავრცელებული ცნობებით, განრისხებული იყო და ფეხბურთელის ასეთ უპასუხისმგებლო საქციელს მიუღებლად მიიჩნევდა. ეს პერიოდი გამოდგა ლამინეს კარიერისთვის ყველაზე საზიანოს დასაწყისი. 17 წლის ბიჭი ერთობოდა 35 წლის გოგოსთან. შემდეგ მობეზდრდა და გააბა რომანი სხვა 28 წლის გოგოსთან. ესეც არ იკმარა ესპანელმა და გააგრძელა სხვა წარუმატებელი რომანები. დაბადების დღის სკანდალი. წვეულება, რომელმაც მთავრობა აღაშფოთა. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა იამალის წვეულება სკანდალის მიზეზი გახდა. 2025 წლის ივლისში მის მე-18 დაბადების დღის აღსანიშნავმა წვეულებამ ესპანეთში ნამდვილი ფურორი მოახდინა. საქმე ისაა, რომ იამალმა წვეულებაზე გასართობად დაიქირავა ჯუჯა აღნაგობის აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები. ამ ფაქტმა შშმ პირთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მწვავე პროტესტი გამოიწვია. ესპანეთის აქონდროპლაზიის ასოციაციამ იამალი დაცინვასა და სტერეოტიპების გაღვივებაში დაადანაშაულა და იურიდიული სარჩელიც კი შეიტანა. საქმე იმდენად გართულდა, რომ ესპანეთის სოციალური უფლებების სამინისტრომ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა, რათა დაედგინათ, დაირღვა თუ არა შშმ პირთა ღირსების შემლახავი კანონმდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთმა დაქირავებულმა შემსრულებელმა განაცხადა, რომ მათ მიმართ უპატივცემულობას ადგილი არ ქონია, ამ ინციდენტმა იამალს მოუმწიფებელი და უტაქტო ვარსკვლავის იმიჯი მიაკერა. უკვე ნათელი ხდებოდა, რომ მისთვის პრიორიტეტი აღარ იყო ფეხბურთი. მასზე არავინ წერდა თუ როგორ საოცრებებს აკეთებდა ვარჯიშზე, ან როგორ უვლის საკუთარ თავს. მხოლოდ გვესმოდა მისი სკანდალები. პრობლემები კლუბში, დისციპლინა, დაგვიანებები და მწვრთნელთან დაპირისპირება. ყველაზე საგანგაშო გულშემატკივრებისთვის სწორედ ის ფაქტებია, რომლებიც მის პროფესიონალიზმს აყენებს ეჭვქვეშ. დაგვიანება ჩემპიონთა ლიგაზე,
2025 წლის ოქტომბერში PSG-სთან უმნიშვნელოვანესი მაჩის წინ იამალმა გუნდურ შეკრებაზე დაიგვიანა. ბარსელონას ახალმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა, რომელიც მკაცრი დისციპლინის მომხრედ ითვლება, გადაწყვიტა მისი დასჯა და სათადარიგოთა სკამზე დატოვება. კლუბის მენეჯმენტის ჩარევა. სწორედ აქ გამოჩნდა შიდა პრობლემები. კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელს გადაწყვეტილება შეაცვლევინა და იამალის დაყენება აიძულა, რაც ფლიკსა და ბორდს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა. ამან ასევე გამოიწვია უკმაყოფილება გუნდის სხვა წევრებში. სამოყვარულო ფეხბურთი ღამით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იამალი ვარჯიშების წინა ღამეს მეგობრებთან ერთად მინი ფეხბურთს თამაშობდა, რაც ტრაუმის მიღების უდიდეს რისკს შეიცავს და კატეგორიულად მიუღებელია პროფესიონალი სპორტსმენისთვის. პროვოკაციული განცხადებები. ელ კლასიკოს წინ იამალმა პროვოკაციული განცხადება გააკეთა. რეალი მატჩებს იპარავს, რაც მსაჯების მიკერძოებულობაზე მიანიშნებდა. ამან რეალის ფეხბურთელები გააღიზიანა და წაგებული მატჩის შემდეგ მოედანზე მას დანი კარვახალი და ჯუდ ბელინგემი დაუპირისპირდნენ. კლუბისა და ოჯახის დამოკიდებულება. ბარსელონა რთულ მდგომარეობაშია. ერთის მხრივ იამალი მათი მთავარი აქტივი და მეორეს მხრივ მისი ქცევა გუნდურ დისციპლინას ანგრევს. კლუბის დირექტორი დეკუ იძურებული გახდა პირადად შეხვედროდა იამალის აგენტს ჟორჟე მენდეშსა და ფეხბურთელისგან მეტი დისციპლინა და ერთგულება მოეთხოვა. კლუბი ცდილობს მის დაცვას, მაგრამ ამავდროულად აცნობიერებს, რომ სიტუაცია კონტროლიდან გადის. თანაგუნდელი რონალდ არაუხოს კომენტარით სიმპტომატური იყო. ის უკვე სრულწლოვანია და იცის, რაც უნდა გააკეთოს. ოჯახის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის მხრიდან საჯარო სკანდალები არ ყოფილა, სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ იამალის მამის ფაქტორს. ზოგიერთი გულშემატკივარი შიშობს, რომ მისი მამა ნეიმარის მამის გზას ადგას. ზედმეტად ერევა მის კარიერაში და ვერ წარმოადგენს იმ მყარ ფიგურას, რომელიც ახალგაზრდა ვარსკვლავს მიწაზე დააბრუნებს. ლამინეს დედამ გადაწყვიტა ფული შოვნა შვილის პიარის ხარჯზე. მან გადაწყვიტა, რომ მოაწყოს საუზმე ლამინესთან, ავტოგრაფი იამალთან, ფოტო იამალთან და რა თქმა უნდა ფასიანი. როგორც ოჯახმა მოილაპარაკეს, ლამინე ავტოგრაფებს აღარ დაარიგებს უფასოდ, მხოლოდ ფულის სანაცვლოდ. მისი მამა კი ბარსას ადანაშაულებს, რომ მისმა შვილმა ოქროს ბურთი ვერ მოიგო, რადგან ნაკლები პიარი გაუკეთა გუნდმა. ასევე დაადანაშაულა ფრანს ფუტბოლი კორუფციაში. დასკვნა: ნიჭი თუ დისციპლინა. ლამინე იამალი ამჟამად გზა გასაყარზეა. კილიან მბაპემაც კი, რომელიც მის დაცვას ცდილობდა, აღნიშნა: ის მოედანზე ბრწყინვალეა, მაგრამ ცხოვრებაში 18 წლის ბავშვია. ფაქტია, მისი იმიჯი, როგორც მოკრძალებული და შრომისმოყვარე ტალანტის, სერიოზულად შეირღა. მან დაკარგა ფოკუსი და დაუპირისპირდა კლუბის შიდა წესებს. ბარსელონა ცდილობს მართოს ეს დანაღმული ველი, რათა არ დაკარგოს თაობის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტი. მომდევნო თვეები გადამწყვეტი იქნება. აირჩევს იამალი ფეხბურთს და პროფესიონალიზმს, თუ საბოლოოდ შთანთქავს მას დიდი ფული, წვეულებები და სკანდალური ცხოვრების წესი. გუნდი აქტიურად აკვირდება იამალის ცხოვრების წესს და ძალიან უკმაყოფილოა ამ ყველაფრით. ისინი თავს იკავებენ, თუმცა მოვა დრო და თუ რამე არ შეიცვალა, იამალის და ბარსას ურთიერთობა გაფუჭდება. ფაქტია, ესპანელი აღარაა კონცენტრირებული ფეხბურთზე როგორც ადრე. ეს მის თამაშზე ჩანს. არავინ დაობს, რომ იამალი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და ნიჭიერი ფეხბურთელია. ის მართლაც ფენომენალურია. მაგრამ თუ ის მისი ცხოვრების წესს არ შეცვლის, კარიერას უბრალოდ გაიფუჭებს. როგორც უამრავი პერსპექტიული ფეხბურთელი.